გამარჯობათ მეგობრებო, მოგესალმებით. მოკლედ ეს დღეებია არ მქონია ვიდეო ლაივი. ველოდებოდი საინტერესო მოვლენები ვითარდება და მეთქი ერთიანად გავესაუბრებით, ხო, ჩემი აუდიტორიას ყველასთვის ვაპირებდი, მაგრამ ისეთი მოვლენა განხორციელდა, ახლა ამ შუალედში არ შემეძლო რა, რო არ გამოვხმაურებოდი. გულისხმობ აი ამ ჩვენი ეგრეთ წოდებული პრეზიდენტის, მე ამას საერთოდ ადამიანად და კაცად არ ვთვლი მის მერე, რაც დიდგორობა დღეს ჩაიდინა. გულისხმობ ათათურქის საფლავის კოცნა პროშნას და თურქულ ჯარზე მისალმებას და თურქების ჩამოსახლებაზე საქართველოში, რაც გააკეთა ამ დიდგორა ეს იყო ჩვეულებრივი ღალატი და არაჩვეულებრივი ფორმით და ამას უბრალოდ მე პირადად ნამდვილად არ დავივიწყებ და ვერ დავივიწყებ და მიმაჩნია რომ ღალატი იყო და ღალატში მიიღო მონაწილეობა და ეხა ვისთვისაც უნდა პრეზიდენტი იყოს და ვისთვისაც უნდა სალოცავი ხატი იყოს, კაც ეს ისია დეგრადირებული საზოგადოება ნამდვილად არ გაგიკვირდება არაფერი ადამიანს და აი ამ ეგრეთ წოდებულ პრეზიდენტად დასახელებულმა შიბაქმა სრულიად სიტყვის მნიშვნელობით დღეს გამოვიდა და ტრამპ-აცუმპას მიწერა წერილი რა ამერიკის პრეზიდენტს რომ ესე იგი თურმე აზრი მე რაც გამოვიტანი აქედან ის იყო რომ ის რო იქნება რა ქვია ყოფილი საყვარელი რო ყოფილ იმას რა ქვია კნელს ეუბნება რომ როგორ დამივიწყეო, სად დამივიწყეო, რატომ მიმატოვეო ესო როგორ შეიძლებაო აქეთ გამომხედეო კაცო მეც ვარსებობო რა აი დაახლოებით ასეთი დამოკიდებულება დავინახე, იმიტომ რომ ჯერ მოდი დავიწყოთ საიდან, იცით, აი სულ თავიდან დავიწყოთ მსგავსი განცხადებები და მსგავსი ასე რომ ვთქვათ ფორმით მიმართვები ეს თუ ამ პროვოკაციულ ხასიათს არ ატარებს პირველ რიგში არ მიმართავენ ასე თუ რაღაც ძალიან დაძაბულობა არ არის ორ ქვეყანას შორის ლიდერები ერთი მეორეს. ამისთვის არსებობს საელჩო, რომ მთავრობის და პრეზიდენტის წერილი იქნას მიტანილი იქ, სადაც არის მისატანი. ამისთვის არსებობს ორ სახელმწიფოს შორის საელჩოები და მე მინდა გაგახსენოთ, რომ ქოცები თავისი ლეგიტიმაციის, ესე რომ ვთქვათ, ასაფრიალებლად, აი, სულ არც ისე დიდი ხნის წინ ძალიან ბედნიერად, ძალიან ესე იგი გახარებული, რომ ლეგიტიმაცია შეიძინეს შეერთებული შტატებიდან, აფრიალებდნენ აი ამ ფოტოს, სადაც ეს ვიღაცა, არ ვიცი, სოროსის რომელ ბუნაგში გამოზრდილი მდედრი დანიშნეს, ემათ რა ქვია, ამერიკაში ელჩად და ტრამპმა მიიღო, დიდი პატივით შეხვდა, რწმუნების სიგელები გადასცა და აი, როდესაც ჩვენ გვეუბნებოდნენ ლეგიტიმაცია, აი ტრამპმა გვცნო და მოკლედ მთელი ამბები ატყდა ერთი ცივილკივი. კი, მაგრამ ახლა ვეკითხები ამას ქოცებს და ეგრეთ წოდებულ პრეზიდენტს და საგარეო საქმეთა მინისტრს. რისთვის გაამწესეთ ეს შეერთებულ შტატებში? რისთვის გაამწესეთ, რისთვის უხდით ფულს, რისთვის ინახავთ ამის ოჯახს, რისთვის აფინანსებთ იმას, რასაც საელჩოს უზარმაზარი დაფინანსება, რაც მიდის საქართველოსთან. გუცის რუსიკები რო იყიდოს, თუ ვიქტორიას სეკრეტის ნიფხავი და ლიფები. აი ელემენტარულ კითხვას ვსვამ, რა რისთვის იხდის სახელმწიფო ფულს ელჩში, საელჩოში, ჩინოვნიკში, თუ მას არ შეუძლია წერილი ერთი ადგილიდან მეორე ადგილზე მიიტანოს. კითხვას ვსვამ, აი მაინტერესებს. ლამაზი ქალია და ტრამპს ლამაზი ქალები ევასებათ და გაუგზავნეთ იქ შესახვედრად თუ რისთვისაა, ჩუჩელაა, თუ რა არის ეს? რატო უნდა ჭირდებოდეს, როდესაც კი ამერიკას არ ყავს საქართველოში ერთში, მაგრამ საქართველოს ყავს ამერიკაში ერთში. რატო უნდა ჭირდებოდეთ ესეთი ღია მიმართვები? აი აქედან დავიწყოთ, სულ ნოლიდან. რა ერთს ვიტყვი, რომ საელჩოები და ეს საკონსულოები და ესეთ დაწესებულებები ჩვეულებრივი საქართველოსი რა, იმის მაგივრად რომ ახორციელებდნენ სხვა ქვეყნებში თავის წარმომადგენლობას და თავის ფუნქციას ასრულებდნენ, რაც არის სადაზვერვო ინფორმაციის მოპოვება, საკუთარი ქვეყნის ლობირება, ესა რა ქვია, საკუთარი მოქალაქეების დახმარება, ამის გარდა ყველაფერს აკეთებენ.
ბოზებით, ჩათლახებით, ყავის მომდუღებლების შტატები აქვს დაშვებული და სულ ფეხებზე კიდიათ გაჭირვებულ ქართველს რა უჭირს უცხო ქვეყანაში. უფრო მეტიც სამევახშეო ბიზნესები აქვს გამართული და 1000 უბედურებაში აქვს თავიანთ გამწარებულ მოქალაქეებზე, აი ამითაა საქართველოს საელჩოები დაკავებული. მეტი არაფერი, ერთი რაშიც მუშაობენ პასპორტი თუ გამოგიცვალეს, იმაშიც ქვეყანა ფულს გადაგახტევიებენ და ვინმე თუ მოგდა გადასვენება გადმოსვენებაში. მეჩი ესენი არაფერი არ დგანან და წიხს მიკრავენ მთელი მას საქმეს და ყველაფერს და ეგერ რუსული კანონის გამო აგერ საფრანგეთში ელჩი გადადგა და აი მამჩემის მამასთან წავიდა. მოკლედ საერთოდ ეს დიპლომატიური სამსახურები შევარდნაძის დროიდან მოყოლებული არის ბოზების, ჩათლახების და მოღალატეების თავშესაღარი. ისე როგორც აი ლანა ღოღობერიძე რო იყო იმაში რა ქვია საფრანგეთში წარდგენილი და სტრასბურგში რა მინდა ამ სოფელშიო იმაში გადამიყვანეთო ეს დედაძაღლი ვითომ ემათ რა ქვია დიდ რამე კაი საქმეს აკეთებდა ნეტა სულ არ გდებულიყო მაგის დამსახურება ამ თურქების ჩამოსახლება საქართველოში რა. ასე ამით არიან დაკავებული ჩვენი ელჩები. ხო არ ვიცი რაზე უხდით ახლა ეს თქვენი საქმე. ახლა რა შეეხება ამ წერილის შინაარსს. წერილის შინაარსში ძალიან კარგად წერია ის რომ თურმე შეერთებულმა შტატებმა დაიკიდეს ქოცური ხელისუფლება და გაუქმეს სტრატეგიული თანამშრომლობა და არავინ ყურადღებას არ იჩენს. ახლა ამათ იმხელა გამბედაობა ნამდვილად არ აქვს, რომ შეერთებული შტატების იმას რა ქვია პრეზიდენტს ამ ტონით ესაუბრონ, მაგრამ ფაქტია რომ ქოცები არის ყველანაირად დაკიდებული და ყველანაირად მივიწყებული, ეს არავინ არცემს აი ამ რეჟიმს პირდაპირ მინდა გითხრათ რომ ამ რეჟიმს პატივს არავინ არცემს. არც აი დედამიწის ურდან როგორ უნდა ცე იმ პრეზიდენტს პატივი, რომელიც საკუთარი ერის ყველაზე დიდი გამარჯვების დღეს ისტორიულ მტერთან ჩავა და ისტორიული მტრის საფლავის კოცნას დაიწყებს და საკუთარ ჯარს არ მიესალმება და აი იმას გააკეთებს, რაც გააკეთა. ესეთი ადამიანი, როგორც ადამიანი არ იმსახურებს პიროვნება პატივისცემას, ასეთი სახელმწიფოც არ იმსახურებს პატივისცემას და 100%-იანი დამოკიდებულება გააჩნიათ ახლა ყველა ქვეყანაში, რომ ქოცებს ნამდვილად არავინ არცემს პატივს რა. არც პიროვნული ღირსებებიდან გამომდინარე და მით უმეტეს ახლა პოლიტიკაზე, ამათი აგებული პოლიტიკა, ნუ ეგა რაღაცა სამარცხვინო, რა ვიცი. რადონის ადამიანებიც არიან და ამიტომ არ არცებენ პატივს, არც დასავლეთში ცემენ ასეთ ნაგავს პატივს, როგორიც არის ქოცბანდა, არც ოკეანის გაღმას ცემენ პატივს, რა თქმა უნდა, არც ჩრდილოეთში არ ცემენ პატივს. რა თქმა უნდა, არც თურქები ცემენ პატივს და იმას უკეთებენ, რასაც უკეთებენ. 365 დღეში მანდავანით გრიგორის ბრძოლა აირჩიეს სრულიად შემთხვევით, რომ საქართველოს პრეზიდენტს ეგრეთ წოდებულს იქ ეკოცნა და ეპროშნა იმის ათათურქის საფლავი. და არ იმსახურებს პატივისცემას. აი გადახედეთ, ელემენტარულს გადახედეთ რა. აი ახლა ამას ცალკე საკითხია ეს ყველაფერი, ამიტომ ხვალისთვის, ეგისთვის, მაგრამ ცალკე მინდა ამ თემასთან დაკავშირებით ვისაუბრო. აი ჩინეთში მაგალითად ახლა იქნება სერიოზული ღერძი. ევროატლანტიკური ღერძის საწინააღმდეგოდ იქნება ევრაზიული ღერძი. რაშიც მონაწილეობენ ჩვენი რეგიონის აბსოლუტურად ყველა ქვეყანა. მათ შორის თურქეთი, მათ შორის სომხეთი, მათ შორის აზერბაიჯანი, ნუ რუსეთზე არაა ლაპარაკი. ყოფილი საბჭოთა კავშირის სივრცეებიდან აი აქ ევროპულ ნაწილში ვინცა არც ბელორუსიიდან არ არის ლაპარაკი და იმ ბელორუსიას კიდე ტრამპი იქეთ უძრება უკანალში. მაგრამ საქართველოს ხელისუფლებაზე იქ არავის არ დაუძახებია. არავინ არაფრად არ აგდებს, მიუხედავად იმისა, ძალიან იქაჩებიან, რომ სტრატეგიული პარტნიორი ვართ ჩინეთის. აი ესა ხართ. არავინ არ გცემთ პატივს. ხართ ესეთი გაოხრებული და ნაგავი ხალხი, იმიტომ რომ ზოოპარკი ხართ. ერთი კაცის ზოოპარკი ხართ სულ ყველა. და არ გცემენ პატივს, არავინ არ დაუძახა ამათ იქ. არავინ არაფრად არ ჩააგდო. მორჩა მოვადრო და ესენი მაინც ყველაფერზე მარტივად გაყიდვადი ხალხია და შეიძლება იქ სიტუაცია და მე სხვასთან დაარეგულირებენ, რასაც დაარეგულირებენ და როგორც იქნება, რანაირადაც იქნება. მოკლედ ესენი არიან ძალიან დაკიდებული მდგომარეობაში და თავიანთი დაკიდებული მდგომარეობა ახლა ქვეყნის შიგნით რაც აქვს დაყენებული სიტუაცია, ასე გონიათ, რომ ასე გავლიან და ფონს გადავლიან და ამ არჩევნებსაც გადააგორებენ და ასე იქნება და ასე იქნება. ლოგიკა იყო მარტივი, რომ მოგვაქციეთ ყურადღება, რატო დაგვიკიდეთ ასე ძალიან, ნეტა საერთოდ ესე იგი
დაავიწყდებოდეთ ამერიკელებს, ანგლოსაქსებს და ყველას საქართველოს არსებობა. აი ამას ნახდათ ვიტყვი, იმიტომ რომ მაგათ რო რაღაცა ინტერესები აქვთ ქვეყანაში, იმ ქვეყნის საქმე არ არის კარგად. ასე იყო ეს ისტორიულად, იმიტომ რომ ისინი თავისთავად არავის არ თვლიან, ის ქვეყანა უნდა გაიძარცვოს, ის ქვეყანა უნდა დაინგრეს, ის ქვეყანა უნდა აირიოს და სარგებელი უნდა მიიღონ თვითონ. ნეტა საერთოდ დაავიწყდებოდეს რა. საელჩოსაც წაიყვანდნენ და საერთოდ ბოდიში და გააჯვანდნენ საქართველოსთან რა. მე ვიქნები პირადად ძალიან ბედნიერი, იმიტომ ვიცი რომ ჩემ ქვეყანას ეშველება. თუ ესენი შეგვეშვებიან. ხო და ახლა ისინი რატო იხვეწებიან ამ ყველაფერს? იმიტომ რომ იციან კარგად აი ამ შემოდგომაზე ახლა დაგეგმილი არის სერიოზული ცვლილებები, რომელიც ცვლილებებიც საქართველოში უნდა განხორციელდეს ამ ეგრეთ წოდებული არჩევნების პერიოდში, მომენტი არის და ჭირდება წინასწარო გამყარებული კონდეთ თავიანთი საფუძვლები, რომ თურმე ისინი ცდილობდნენ დასავლეთთან ურთიერთობის დამყარებას, მაგრამ იქედან კაციშვილი არ ეხმიანებოდათ და აბა რა ქნან, აბა პრეზიდენტმა მიმართა, აბა ამან მიმართა, აბა იმან მიმართა, მაგრამ იქედან დაკიდება. ასე იყო თავის დროზე, ახლა ზვიად გამსახურდიას და ეროვნულ ხელისუფლებას მე თქვენ ვერ შეგადარებთ, იმიტომ რომ სამისო თქვენ არც პიროვნული, ასე რომ ვთქვათ, პლუსები გაგაჩნიათ და არც განათლება, არც პატრიოტიზმი და არც ბრძოლით არ ახართ მოსული მაგ კიდე. თქვენ ხართ ჩვეულებრივი მედროვე ხალხი, შემთხვევით ასაიდან მოხვედრილი ზოგი ფეხბურთელი, პრეზიდენტი, ფეხბურთელი, ქალაქის მერი, ვიღაცა ისა მოჭიდავე ქალაქის მერი, ვიღაცა შტანგისტი, მე ხო ვიღაცას იმიტომ ვამბობ, რომ პოლიტიკაში არის საქმე, თუ არა მის საქმეში კი ბატონო, არაფერს არ უკარგა, მე არ ტალახაძეს და არ წვას ის რა ქვია, პარლამენტარი ერთი, პარლამენტარი მეორე, აი ეს ხალხი ხართ, გაიგე, ანუ აღრეული გაქვთ ეს ყველაფერი. საიდან ახართ და სად ახართ მოხვედრილები, არ იცით და გეუბნებათ ოჩოპინდრე, რასაც გეუბნებათ ზოოპარკში აკეთებთ იმას აკეთებთ თქვენ, მეტი თქვენი განათლების, თქვენი ინტელექტის და თქვენი დონის პოლიტიკოსის ადამიანებს არ თვლიან არსად საჭიროდ და არ გცემენ პატივს. და იმსახურებთ ამას დამსახურებულად რა. არ საუბრობ ხალბატონო, ეხლა მე მაგ თემაზე მაგ არ ვიმყოფები და მით უმეტეს არ ვაპირებ ეხლა აქედან საუბარს. მოკლედ ამაში არის რა საქმე. აი ამ კოცები გრძნობენ ძალიან კარგად, რომ მათი დღეები შეიძლება დათვლილი იყოს და დიდი ალბათობით ამათი საქმე ნამდვილად არ წავა კარგად, არ ვიცი ახლა ამ შემოდგომაზე რა იქნება, როგორ იქნება, რანაირად იქნება, მოახერხებენ, გადააგორებენ, არ მოახერხებენ, ვერ გადააგორებენ და აი ესე იქნებიან რა, იმასავით, რა ქვია, უტარო დანასავით იტრიალებენ ხანაკეთ, ხანიკეთ და თუ შეინარჩუნეს ესა რა ქვია, თანამდებობა შეინარჩუნეს და თუ არ შეინარჩუნეს თანამდებობა და ნუ ვინც უნდა მოვიდეს. ისე აი ბრძენი უკაცრავად, მაგრამ აი თქვენი ყველაზე დიდი ქოცის სიბრძნეები წინასარჩევნო გახსოვთ? გახსოვთ წინასარჩევნო სიბრძნეები რა სიძახდა? აი ამერიკაში მოვა დონალდ ტრამპი და დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია დიპ სტეიტს დაამარცხებს. ამდენ ხანში უკრაინაში ომიც დასრულდება და როდესაც უკრაინაში ომი დასრულდება, ჩვენ შევძლებთ. დასრულდა უკრაინაში ომი? კითხვას ვსვამ, დასრულდა უკრაინაში ომი? მოვიდა ტრამპი, მაგრამ თქვენ გეშველათ რამე? სიტუაციას ეშველა რამე? აი ასეთი ანალიტიკოსები ხართ. ეს წერილი კიდე მეტი არა ჩემი დამაწყებარი ამის დაწერილი იყოს, მაგრამ ყავთ ამათ ისო მთავარი იდეოლოგი, ეს მთავარი დიდი ფილოსოფოსი რო ყავთ, ერთი ძალიან დიდი იდეოლოგი, შათირიშვილი, რომელიც ამბობს, რომ ნაციონალურ მოძრაობას მხარს უჭერდა, იმიტომ რომ და ყველაფერში ეთანხმებოდა, იმიტომ რომ მართლმადიდებლობა გასანადგურებელია საქართველოში და თუ ევროპაში გვინდა შესვლა, მართლმადიდებლობა უნდა განადგურდეს. და თუ რუსეთზე ვამბობთ უარს, მართლმადიდებლობაზეც უნდა ვთქვათ უარი, ეს მთავარი იდეოლოგი არის ქოცისტანის ჩამოყალიბებული სუფთა სირი, რა ქვია, ბორდელვიზია რო აქვს იმაზე, იქ გამოდის და დიდი ალბათობით მისი დაწერილი არის ეს ნაჯღაბდი და წარუდგინეს ახლა ამას და მანს მოაწერა ხელი და გამოაცხადა ასე. ნუ აქედან გამომდინარე, მე მინდა უთხრა ხალხს, რომ აი ქოცების რეჟიმის ისტერიკა უფრო და უფრო კულმინაციას მიაღწევს. არავის ესენი არ ჭირდება, თუ ვინმე ჭირდება თავისი ინტერესების გასატარებლად და ვაი და საუბედუროდ ქართველი ერისთვის საქართველოს ზარალდება ამ ყველაფერში. საქართველოს ზარალდება იმაში, რომ ამათ ყავთ ხუინდრავა, ამათ ყავთ, რა ქვია, ლანაღოღო ბერიძეები და ესენი, რომლებიც იყვნენ თავის დროზე, რომელსაც ივანიშვილი ინახავდა და რომელსაც ასმევდა და აჭმევდა, ამათ თურქებთან ესვალდებულება აქვს აღებული. რომ
ევროპასთანაც ეს ვალდებულება აქვს აღებული. ეხლა დახურულ კარს მიღმა იქ რა ვალდებულებები არის აღებული და რაზე ვაჭრობენ, ეს კიდე ცალკე საკითხავია და ეს სამშობლო ზარალდება. სამშობლო, რომელიც აღარ შეგვრჩა. პრაქტიკულად აღარა გვაქვს. აღარა გვაქვს ჩვენ სამშობლო. ჩვენ ახლა კი ვიძახით ეს, მაგრამ ერთი სერიოზული პრობლემა გვაქვს რა, აი ძალიან სერიოზული პრობლემა გვაქვს, რომ ქართული ეთნოსი მსოფლიოში გადაშენების პირას არა ძალიან კარგათაც არის, ეგერ 5 მილიონამდე ქართველი თურქეთში ცხოვრობს, ეგერ ირანში ცხოვრობს, აგერ იმაში ცხოვრობს, რა ქვია, რუსეთში, აგერ ევროპაში, აგერ სხვაგან ცხოვრობენ ქართული ეთნოსი, მაგრამ საქართველოს, რომელიც არ იყო მარტო ეთნიკურად ქართველს არ ნიშნავდა სულიერება, ზნეობრიობა, პატრიოტიზმი, მართლმადიდებლობა, ქრისტიანობა, ეს ჩვენ უკვე აღარ გაგვაჩნია. ერთმა ისტორიკოსმა გუშინ სწორად მოვცა შენიშვნა, რომ 12 მილიონი არასდროს არ ყოფილვართ, 5 მილიონამდე მაქსიმუმ ვიყავით და ჩამოვედით იქამდე სამდე ჩამოვედით და 6 მილიონი ქართველი დაახლოებით ამ ხნის მანძილზე ისტორიულად შეეწირა თურქებთან ბრძოლებს. კი ბატონო, მართალია ვეთანხმები, მე არც შევკამათები ვარ, იმიტომ რომ 12 მილიონამდე საერთოდ ითვლებოდა ის ტერიტორია, რაზეც საქართველოს გავლენა ვრცელდებოდა და საერთოდ ჯამში იყო ის დაწყებული ნიკოფსიიდან დამთავრებული დარუბანდამდე და ოსეთიდან არაგაწამდე, რაც შედიოდა საერთოში 12 იქედანამდე ითვლებოდა და მითხრა ესეთი რაღაცა, რომ კიო მართალი ხარო, მაგრამ საქართველოში აღარ უნდათო ქართველობაო და თურქეთის ქართველობასო რა ქართველობა უნდა მოთხოვო. 100%-იანი არის ვეთანხმები. არ უნდათ საქართველოში ქართველობა, ევროპელობა უნდათ. რაღაცა სხვა ჯიშის ქართველი, რომელიც გამოიყვანა ჯერ შევარდნაძემ, მერე სააკომა, ახლა ივანიშვილმა. აი ესეთი ქართველობა უნდათ. ამათ მე ისეთი სახელმწიფო უნდა შექმნა და ისეთი შექმნეს. აი პირადად მე ვარ ამის მაგალითი, ჩემი ოჯახი ამის მაგალითი. სადაც შეიძლება დევნის ობიექტი გახდე ქვეყანაში, შენ სამშობლოში, იმის გამო, რომ შენი ერის ყველაზე დიდ გამარჯვებას აღნიშნავ. შენ ქვეყანაში დევნის ობიექტი გახდე შენი უშიშროებიდან, მხოლოდ და მხოლოდ იმ აზრით და მხოლოდ და მხოლოდ იმ მოტივით, რომ შენ დავით გარეჯი, რომელიც საქართველოს ისტორია არის, შემოკარგო თქვა, რომ საქართველო არის და იბრძოდი ამისთვის, რომ დავით გარეჯი საქართველო არის. ახლა ქართველმა ადამიანმა ამტკიცო დავით გარეჯი საქართველო არის, ეს იგივე არის, რომ ამტკიცო იმაზე, რომ დავით აღმაშენებელი იყო ქართველი. ეს ამტკიცო იგივე არის, ხო? ეგეთი იდიოტიზმი. და ამტკიცო, რომ შენ ქართულ ენაზე რო ლაპარაკობ, ეს არის ქართული ენა, იგივე ამტკიცო. და ამას თუ ამბობ შენ, ესე იგი შენ ამის გამო ეთნიკურ შუღლს აღვივებ. და ეს არის აი ამ ივანიშვილის ზოოპარკის შექმნილი სახელმწიფო ეს არის. რომელსაც ყავს თავისი მტერი, კოლექტიური ნაცმოძრაობა, ეხლა deep state-ი მიემატა, სხვა არაფერი არ აინტერესებს. ესენი ვერ დაბრუნდებიან, მე ვიქნები. და აი ამაში გაილია ჩვენი ერი. აი ეს ამ გადაშენების და ამ გადაჯიშების და ამ გაუბედურების გზაზე დგას ქართველი ერი. საქართველოს იცლება, აგერ გამოქვეყნდა საქსტატის მონაცემები და თურმე 3.800.000 ვყოფილვართ. ეს 2014 წელს ვიყავით 3.400.000. თურმე ეს 400.000, 500.000 ეს ციფრი რიცხვი როგორ იმატებს ქვეყანაში, როდესაც საქართველოს იცლება ყოველ დღე. და ოჯახი არაა, რომ ორი თუ არა ერთი ემიგრანტი არ ყავდეს. და საერთოდ ოჯახებით არიან საქართველოსთან გაქცეული. როგორ? აი მათ ხარჯზე. მე თუ რამეს იტყვი, რომ 1.300.000 ქართველი დარჩა ქვეყანაში, არა პასპორტით ქართველი, ეროვნებით, ეთნიკურად ქართველი. და დანარჩენი აივსო აგერ არაბით, პაკისტანელით, პანჯაპელით, ინდუსით, ირანელით, უკრაინელით, რუსით, რავი, სხვა ნებისმიერი სხვა რჯულით, მე იმ რჯულს არაფერს არ ვერჩი, კაცო. არაფერს არ ვერჩი, იმათ თავისი გზა აქვს, თავისი ინტერესები აქვს. მე ჩემი ქვეყანა, ჩემი ერი მეწოდება და მე მტკივა, რომ ისეთი უნიკალური სისტემა შექმნეს საკუთარი ერის წინააღმდეგ ბრძოლაში ამ მოღალატეებმა. სადაც აი ადრე ელემენტარულად, ხო, ყველაზე დიდი სასჯელი რა იყო ქართველისთვის.
მას მოკვეთავდნენ უღირსის აქციელის გამო, ის იქნებოდა მოკვეთილი თავისი მშობლიური სოფლიდან, მშობლიური კუთხიდან, სადაც მეუღლის მეც არავის წაყოლის უფლება არ ჰქონდა და წავიდოდა. და ეს ითვლებოდა ყველაზე დიდ ტრაგედიად. და ქართველი არასდროს არ მიდიოდა მისი ქვეყნიდან. ისეთი უნივერსალური ფორმულა შექმნეს ქართველი ერის განადგურებისთვის. ქართველი ადამიანი თავისით ტოვებს თავის სამშობლოს, ოღონდ გაექცეს, ან ჯოჯოხეთს, რაც საქართველოში ხდება, და წავიდეს რა, ოღონდ თავი გადაირჩინოს. აი ესე ჯოჯოხეთურ პირობებში ჩააგდეს ერი და ქვეყანა და სამაგიეროდ გელაპარაკებიან, კაცო, აღშენებლობაზე, გაბწყინებაზე, ამაზე, იმაზე, აგერ ეს რა ქვია, გუცის თუ არმანის ნიფხავში გამოწყობილი მერი, აგერ არჩევნები მოვიდა და იმაში ჩავიდა წალენჯიხაში იბანავა და მეგრულად მიესალმა იმას, რა ქვია. არჩევნები რომ მოდის, მაინც ყველა ბიჭო, ყველა იმას, რა ქვია, ყველა სამეგრელო როგორ გახსენდებათ და ყველა სამეგრელოში რა ვაგარბი ხართ და ყველას რავა ის რა ქვია, მეგრულად ყველას რავა გინდებათ ლაპარაკი, ეს რა ხდება? მეგრელების გულის მოგება გინდათ, ბევრი არიან საქართველოში და მეთხმას მოგცემენ, ხო? და ეს რა ქვია, ყველა ზვიადისტი ხდებით წინა საარჩევნოდ. და ეს რა ქვია, სეთურმა ხამდაირჯერ არ მინახია მკვლელობის ადგილი სახლ-მუზეუმად აშენებული იყოს და გადაქცეული იყოს, წინაზე ზვიად გამსახურდიას მკვლელობის ადგილი, რომელიც გამოუძიებელია. ალბათ აშენა და აი როგორ აფასებს ზვიად გამსახურდიას, ესა რა ქვია, თურმე ბიძინა ივანიშვილი, თურმე ამხელა პატივსცემს და ამით უნდა დასწირებულს ამას იმ ხალხის მოტყუება, რომელმა ხალხმაც მოხარშულად იციან რა ხდებოდა, რა ხდება და რა მოხდება მომავალში. ხო, ჩემო ძმაო, მე რო ერთმანეთის ჭამაში და ერთმანეთის ღალატში რო ვართ გადართული და ერთმანეთის ქიშპობაში რო ვართ გადართული, 2 მილიონი ქართველი რო იძულებული გავხდით სამშობლო დაგვეტოვებიაო, 20,000 მაინც ყვარებოდა სამშობლო ისე რომ გაერთიანება შეეძლებოდა და დამდგარიყვნენ იდეალების ირგვლივ და არა იმის რა ქვია საჭმელის და სასმელის ირგვლივ და სამშობლოსთვის ებრძოლა. ყველა არჩია საბოლოო ჯამში, ვერავის ვერ გაუმტყუნებ, ეხლა როდესაც ავადმყოფი ყავს ოჯახში და მოუკვდება და თუ არ წაიყვანს და უცხოეთში სამადლოდ თუ არ უმკურნალებს, რა უნდა უთხრა იმ ადამიანს? ან იმ ადამიანს რა უნდა უთხრა, რომ ოჯახში გაჭირვებული თოთო ბავშვები ყავს, მოხუცი და ავადმყოფი მეუღლე, თიცე გადასახვევი არაფერი არ აქვს და გაიქცა იმისთვის, რომ ოჯახი შეინახოს. რა უნდა გაუმტყუნო ამ ადამიანს? ვერაფერს ვერ გაუმტყუნებ. მაგრამ საერთო ჯამში ასე ხდება. არა, სადაც გაძეხის შენი სამშობლო ნუ გეგონება რა. აი ეს არის რა. ამ საკითხთან დაკავშირებით მინდოდა ორი სიტყვის საუბარი. ხვალისთვის ძალიან მნიშვნელოვანი მოვლენები ხდება, არ ვიცი, ჩვენი საქმე, ჩვენ რეგიონს როგორ შეეხება და რანაირად შეეხება. ხლა ეს ხვალინდელი დღე ჩინეთში ძალიან ბევრ რაღაცას გამოაჩენს. აქაც აი რაღაცნაირად გულის წვეთის მომენტი მაქვს და როგორ არ მაქვს და როგორ არ მექნება, როგორც დასავლეთ ფრონტზე იყო იოსებ სტალინის სახელი და ქართველების როლი და უმაღლესი წვლილი შეტანილი 9 მაისის გამარჯვებაში, ისევე იყო აღმოსავლეთის ფრონტზე მილიტარისტული იაპონიის დამარცხებაში სტალინის წვლილი შეტანილი, უდიდესი ლომის წვლილი იქნა შეტანილი. და ზუსტად იმ ჩინეთში იქნება თუ სად იქნება სტალინს რო ახსენებენ, საქართველოს ხსენდება იქ და ნუ თუ საქართველოს თუ არ ეკუთვნის იქ ყოფნა და ნუ თუ ქართველ კაცს თუ არ ეკუთვნის იქ ყოფნა და თავისი სიტყვის თქმა, აბა ვის ეკუთვნის? ერთმა რუსმა კაცმა თქვა ძალიან კარგად და მე ვეთანხმები ამ იმას. აღნიშნო გამარჯვების დღე სტალინის გარეშე, ეს იგივე არის რომ აღდგომა აღნიშნო ქრისტეს გარეშეო. ნუ სამწუხაროდ აი ესეთი ნაგვების ხელში ვართ და იზოლებული ვართ აი სულზე გაყიდული ადამიანების წყალობით, რომელიც 41 ბიძინა წმინდანია, კალაკაი ბიჭია, ისისა კოცებმა აგვაშენეს, გადაგვარჩინეს, ეს გადაგვარებულ ქვეყანას უყუროთ. ბევრი რაღაცა შეიცვლება, ძალიან ბევრი რაღაცა გადაფასდება და გადმოფასდება, ისინი რატო არ ვიცი იქ რა მოხდა, მაგრამ დიდი ალბათობით, რადგანაც იქ ჩვენი მხარე არ იქნა წარმოდგენილი, უბრალოდ
იმიტომაც არ იქნა წარმოდგენილი, რომ იქ იკრიბება ისეთი ღერძი, რომელი ღერძიც არის დასავლეთის საწინააღმდეგო, ესენი დასავლეთის უკანალიდან თავს ვერ ყოფენ და ამ დღეს მიმართეს იმას, რა ქვია, დონალდ ტრამპს, რომ აი ჩვენ იქ არ წავსულვართ, აქა ვართ და მოგვაქციე ყურადღება, მოგვაქციე, კაცო. ძველი ნაშები ვარ, ჩვენი საყვარლები ვარ, ჩვენი და აგე რა ხარჭა გთხოვს. და მოგხედე რა. ბოლომდე წაეკუზონ ბატონებს. ჩემი დიდი ალბათობით ამის ფიქრი მაქვს, რომ კიდეც რომ ყოფილიყო შეთავაზება, ესენი უარს იტყოდნენ. ეს მეორე ვარიანტი, მაგრამ აი ასეთ ხელისუფლებასთან და აი ესეთ პრეზიდენტებთან და ასეთ პრემიერ-მინისტრებთან და აი ესეთ მარიონეტულ პოლიტიკურ იმასთან, რა ქვია, გვამებთან, ხო? მე რო ვიყო რომელიმე ქვეყნის პრეზიდენტი და რომელიმე ქვეყნის წარმომადგენელი, რომელსაც ძალაუფლება გამაჩნია, მე ასეთ მთავრობასთან არ დავიკავებდი არანაირ იმას გრძელვადიან ურთიერთობას, თუ დავიკავებდი ჩემი ქვეყნის ინტერესები გავატარო ამ ქვეყანაში და მივიღო ჩემი ვიგოდა. ამ მიზნით კი ბატონო, ამ მიზნით ყველა აკეთებს თავის გასაკეთებელს. რა გინდათ ხალხო, ომი ხო აღარაა. ნაცები ხო ვეღარ დაბრუნდებიან. ღმერთო დალოცე ბატონი ბიძინა, რამდენი სიკეთე გაგვიკეთა, რა უმადურები ვართ, როგორ ამ ყველაფერს ვერ ვაფასებთ. ქართველები უმადურობამ თურმე ბიძინას მიმართ 1000 უბედურება დაგვიმართება, აი მის გამო. ესა. აი ამ ბიომასას მინდა უთხრა, რომელი ბიომასაც გამოდის და ამას გელაპარაკება და მაინც ამას დაუდექით გვერდში და მაინც აქეთ იყავით, არა, ეს ქვეყანა უკეთესი ზღირსი და ამ ქვეყნის გადაშენებაში და განადგურებაში ბიზნესთან და ამ სხვა ნაზირალა ხალხთან ერთად უზარმაზარია თქვენი წვლილი. აი, ესა ლომის წვლილი თქვენი შეტანილი. მედით ბატონო, მედით. და ახლა მე არ დამიწყოთ, აბა რა გვეშველება, აბა ვის გვერდით დავდგეთ და აბა რა დავდგეთ და ეს რაღაც ეს საკუთარი იმის, რა ქვია, ღალატის გამართლების ისინი როგორი ქვეყნის ხელისუფლებასაც ლოცვა კურთხევით ამყოფებთ ქვეყანაში, აი ესეთი ცხოვრება არის და ყველაფერთან ერთად თითოეული თქვენთაგანი არის დამნაშავე. წაით ახლა და ხაზით 51 და რაც კიდე ის იძახით. აბა კარგად ზანდებოდეთ.